რეჟიმის ტყვეების სასამართლო პროცესი გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდების პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე საპროტესტო აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობენ. პროკურატურა ახალგაზრდებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის მიღებას ედავება. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს, რა ხდება სხდომათა დარბაზში. ნინა მაჩაბელი გვერდება პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით. სხდომათა დარბაზში ამ დროისთვის 15 წუთიანი ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული, თუმცა მანამდე სანამ მოსამართლე გამოაცხადებდა შესვენებას, ირაკლი მიმინოშვილი გახდა შეუძლოდ, იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლემ არ შეცვალა სხდომათა დარბაზი, ძალიან ბევრი ადამიანია შიგნით და ჰაერის უკმარისობის გამო ის შეუძლოდ გახდა, შესაბამისად მან სხდომათა დარბაზი დატოვა, არ ვიცი შესვენების შემდეგ ის შეძლებს თუ არა რომ კვლავ დაესწროს პროცესს. ამავდროულად აღსანიშნავია ის, რომ პროცესზე მოსამართლემ ამ დროისთვის არც ერთი დაყენებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის ერთ-ერთი იყო დარბაზის შეცვლის საკითხი, რომელზეც გარკვეული ხმაური იყო და ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით, მანამდე კი შუამდგომლობა ადვოკატებმა დააყენეს თავად მოსამართლის აცილების საკითხთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ ადვოკატები და უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მოსამართლე, რომელმაც აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა ამ ადამიანებთან დაკავშირებით, არ არის თავისუფალი საკუთარ გადაწყვეტილებაში და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მან აღკვეთის ღონისძიებაზე ამ ადამიანებს მიუსაჯა პატიმრობა, შესაბამისად აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე ადვოკატების მტკიცებით მას არ უნდა ემსჯელა, მაგრამ ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და შესაბამისად ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა თავად მოსამართლემაც. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ასევე აღსანიშნავია, რომ მიმართა მოსამართლესაც ეს ბრალდებული არის ვეფხია კასრაძე, რომლის მიმართვაც იყო ძალიან ემოციური და რას ეუბნება მოსამართლეს იმ დაკავებულ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომლებიც ახლა მის გვერდით ხედან ბრალდებულთა განკუთვნილ სკამზე. ახლა შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში მოისმინოთ. გაცილებას ვეთანხმები, იმიტომ რომ არანაირი ახიო არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რაც პროკურორი წამიყენა და უშუალოდ თქვენ ამისი არც მოკვლევა, არც განხილვა არ გიწარმოებიათ, პირდაპირ მომისაჯეთ პატიმრობა. ერთმანეთში მადლობასაც გეტყვით, იმიტომ რომ თქვენ მომეცა საშუალება ჩემი სამშობლოსთვის ვეწამე. კარგია და თქვენი ამ საჟელის მოჟი, ხო? და თავისუფლება კი არ დამართით, პირიქით. ესეთი თავისუფალი არასოდეს არ ყოფილა, მინდა იცოდეს უბრალოდ და აი თავისუფლება მოვიპოვე რაღაცა თვითონ მომეცდა გიძოს და ერთი რაღაცა მინდა გითხოთ ბატონო მოსამართლეს. მოძღვარით უხართ. ადამიანს გეკითხებით, პოზიციას ვისმით. ვერ გაქცევთ ამაზე პასუხს, პოზიციას ვისმით. აცილებასთან დაკავშირებით. თუ არ აქვს მოძღვარი, მე გეჩვენებთ, რომ ყავთ მოძღვარი და მოინარიოთ ის სოდვა. რაც ეს არის ბოლოდება, რასაც თქვენ აკეთებთ ბატონო მოსამართლე. ბოლოდება, როდესაც ესეთ ახალგაზრდებს საქართველოს ხედავ მე ამაში და უსჯით რაღაცა არარსებულ დანაშაულზე საჟელს უშით და მათ ცხოვრებას უზიარებს. მათ დედებს, ცხენიანებს სწორედ იმ მოხსა თავისუფლება მითხარით. უფლება არ აქვს. თქვენ და ას მორალური უფლება, რომ თქვენ დღეს ეს უნდა წაიყვანოთ. აცილების საფუძველი შეიძლება იყოს, როდესაც არსებობს სხვა რაიმე გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. წინა პროცესზე ვერ მოვისმინეთ პროკურატურის მხრიდან ვერც ერთი კონკრეტული გარემოება, რომ ვეფხია კასრაძე მიმალებოდა, მაგალითად.
ან რომ ახალ დანაშაულს ჩაიდებდა, ან რომ რაიმე სახის მტკიცებულებას გაანადგურებდა, ან ხელს შეუშლიდა გამოძიებას, ან არ გამოცხადდებოდა. არც ერთი კონკრეტული, ასე ვთქვათ, ფაქტი, ეპიზოდი ამ ადამიანის ცხოვრებიდან მსჯელობის საგანი არ გამხდარა სასამართლოს მხრიდან. სასამართლომ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე პატიმრობა შეუფარდა ვეფხია კასტრაძეს აქვეთი ღონისძიების სახით. შესაბამისად ჩნდება კითხვა, თუ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, თუ არ არსებობს სამართლებრივი არგუმენტი, რომ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული, რა გახდა იმის წინაპირობა, იმის საფუძველი, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ უსაფუძვლოდ იურიდიული არგუმენტების და საფუძვლის არარსებობის პირობებში გამოიყენა პატიმრობა. ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს და შესაბამისად ეს ქმნის ძალიან მაღალი ალბათობით ეჭვს იმის შესახებ, რომ მოსამართლე არ არის ობიექტური და მიუკერძოებელი ამ საქმეზე. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ დააკმაყოფილა არც დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა, მოგეხსენებათ, საქმე საკმაოდ დიდი ინტერესით გამოირჩევა და ბრალდებულები იქიდან გამომდინარე, რომ არიან ბევრი, მათი ოჯახის ყველა წევრმა ვერ მოახერხა დარბაზში შესვლა და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უფლებადამცველები ითხოვდნენ დარბაზის შეცვლას და ამავდროულად ის, რომ ჰაერი ჭირს საკმაოდ დარბაზში ერთ-ერთი ბრალდებულიც, სწორედ ამის გამო გახდა შეუძლოდ ის გაიყვანეს დარბაზიდან, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, მაგრამ ეს შუამდგომლობა ადვოკატების მხრიდან დაყენებული მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და შემოიტანა დამატებით მაგიდა ადვოკატებისთვისაც. ეს იყო მხოლოდ რითიც შემოიფარგლა ირაკლი ხუსკივაძე და ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უფლებადამცველები დღეს განმარტავდნენ პროცესის დაწყებამდე, რომ არ აქვს რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი გუშინდელი პროცესის მსგავსად, თვლიან, რომ დღეს მოსამართლეც ამ ადამიანებს 8-ვეს დატოვებს პატიმრობაში და აკვეთ ღონისძიებას არ შეცვლიან, რადგან ადვოკატების განმარტებით ეს ადამიანები არიან პოლიტიკური პატიმრები და მოსამართლეებიც მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რა დავალებასაც მისცემენ. ეს არის უფლებადამცველების განმარტება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ შეგროვებულ მტკიცებულებებს. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ეს მტკიცებულებები არ არის მხარი და ხშირ შემთხვევაში ბევრ კითხვის ნიშანსაც აჩენს, მაგალითად, საქმეში წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებების ნაწილში მათი დაცვის ქვეშ მყოფების იდენტიფიცირება საერთოდ ვერ ხდება, ან წარმოდგენილ ვიდეო მტკიცებულებებში არის ბუნდოვანება, კონკრეტული ფრაგმენტებია ამოჭრილი და საერთო სურათს ეს ვიდეო მტკიცებულებები არ იძლევა. შესაბამისად, უფლებადამცველები ახლა ტექნიკური შესვენების შემდეგ დაიწყებენ უკვე აკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ისინი ისაუბრებენ და მოითხოვენ ადვოკატები მოსამართლისგან, რომ 8-ვე მათგანმა უპირობოდ დატოვოს სასამართლო დარბაზი აკვეთი ღონისძიების გამოყენების გარეშე, მაგრამ მოსამართლეს ალტერნატივის სახით მაინც შესთავაზებენ გირაოს სხვადასხვა რაოდენობის თანხის შესაბამისად. ეს არის ადვოკატების პოზიცია, მაგრამ მანამდე სანამ აკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ, ადვოკატები კიდევ ერთხელ აპირებენ ტექნიკური შესვენების შემდეგ, რომ დააყენონ ისევ თავიდან შუამდგომლობა დარბაზის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით. ზვიად ცეცხლაძის საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომელიც დაცვის მხარის მიაჩნია, რომ არ არის პირდაპირი ხასიათის და არ არის დამაჯერებელი, რომელიც მტკიცებულებებიც შექმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს და მით უმეტეს სასამართლოს გამომტყუნებელი განაჩენისთვის გამოსატან სტანდარტს, გონიურულ ეჭვმიღმა სტანდარტს, არ ქმნის ასეთ სტანდარტს და შესაბამისად მიმაჩნია, რომ ზვიად ცეცხლაძე არის უდანაშაულო. მტკიცებულებად, რასაც ბრალდების მხარე მოიაზრებს, არის ერთ-ერთი ძირითადი, ეს არის 30 ნოემბრის ლაივი და ფიონის Facebook გვერდიდან აღებული, სადაც ნაწილია წარმოდგენილი სისხლისამართლის საქმეზე. ვიდეო მასალის მთლიანი შესწავლის შემდეგ მიგვაჩნია, რომ თავდასხმის ორგანიზება კი არ იკვეთება, არამედ აქ იკვეთება აშკარად თავდაცვითი ხასიათის შინაარსის მოწოდება. თქმა უნდა, არც ვასილ კაძელაშვილი, არც სხვა ჩვენი დაცვის ქვეშ ყოფილი და არ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, რადგანაც არანაირი სახის ბრალეულ ქმედებას ადგილი არ ქონია, არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რასაც ბრალდების მხარე თავის დროზე წარადგენდა და არც დღესაც არაფერი არ აქვს მოპოვებული, რადგანაც არანაირი ქმედება
ქმედებას ადგილი არ ქონდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნა არის, რომ პატიმრობა არ იყოს, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ახალ ღონისძიების გარეშეც იყოს დარჩენილი, თუმცა ალტერნატივის სახით წარუდგენთ, რა თქმა უნდა, მოთხოვნას გირაოს თაობას. ირაკლი მიმინოშვილისა და გიორგი გორგაძის ინტერესებს ვიცავ ამ საქმის ფარგლებში, მონაწილეობას ედავებიან ორივეს. თავად ბრალზე რა შემიძლია გითხრათ, ისეთივე აბსურდულია, როგორც სხვა მსგავს საქმეებზე არსებული ბრალის დადგენილებები, სრულიად უსაფუძვლო და შეუსაბამო საკანონმდებლო რეგულაციებთან. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, სამწუხაროდ დღევანდელი პროცესი არის ალბათ იმაზე უფრო ფარსი და სპექტაკლი ვიდრე სხვა პროცესები, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, თუნდაც გუშინდელი პროცესის სახით, ვიცით როგორ დასრულდება გუშინდელმა პროცესმა სხვა ბრალდებულების მიმართ სხვა საქმეზე ნათელი გახადა თუ რა არის ქართული ოცნების დაკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლე სავარაუდოდ რომელმაც ჩვენი საქმე უნდა განეხილოს არის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული შემსრულებელი ამ დავალებებისა. ვეფხია კასაძის ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება საქართველოს სამართლის 225 მუხლის ფარგლებში. ბრალდებული რა თქმა უნდა დანაშაულს არ აღიარებს, ბრალას არ აღიარებს, მისი განცხადებით ის არის პოლიტიკური ტყვი ამ რეჟიმის და ის იჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მას გააჩნია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება. პროკურატურამ ამ დრომდე წარაგდა მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულება ვიდეო ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა ტელეკომპანია იმედის ეთერში. შესაბამისად ეს ვიდეო ვინ გადაიღო, როდის არის გადაღებული, რა თარიღით არის დათარიღებული არის უცნობი, ამის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება და ავთენტური არ არის საერთოდ ეს ვიდეო მასალა. რომს დაუშვათ რომ ეს იყოს ავთენტური, თვითონ ამ ვიდეო მასალაში რა საუბარიც არის, მას რო რაიმე ქმედება მოყვა რაიმე ქმედების განხორციელება, მსგავსი მტკიცებულება ამ დრომდე საქართველოს პროკურატურას არ წარმოუდგენია. დაკავებულებიდან სამს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ემუქრებათ, ხოლო დანარჩენ 5 გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ისაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. არც ერთი მათგანი რეჟიმის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ისინი თვლიან, რომ არიან პოლიტიკური პატიმრები დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის და ქართული ოცნების მხრიდან და ისინი თვლიან ასევე, რომ ისჯებიან და რეჟიმი მათ სჯის სამშობლოს სიყვარულის გამო.